ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ, ურთიერთობთ, ცხოვრობთ ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ გადაუდებელი შემთხვევები ხდება მოულოდნელად. გულის გაჩერება, სუნთქვის გაჩერება, ძლიერი სისხლდენა, ტრამვა, ალერგიული შოკი, ასეთ დროს გადამწყვეტი პირველი წუთებია. მე ვარ თათული, გადაუდებელი დახმარების ექიმი და Safety Hub-ის ინსტრუქტორი. დღეს მოგიყვებით, რატომ არის მნიშვნელოვანი პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცოდნა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, თუ ადამიანს გაუჩერდა გული და პირველადი დახმარება დროულად არ ჩაუტარდა, სიცოცხლის გადარჩენის შანსი ყოველ წუთში 7-10%-ით მცირდება. თუმცა დროულად დაწყებული გულფილტვის რეანიმაცია გადარჩენის შანსს ორჯერ ან სამჯერ ზრდის. Safety Hub Plus-ის ტრენინგი გვასწავლის არამხოლოდ პირველად ნაბიჯებს, როგორ ჩავატაროთ პირველადი სამედიცინო დახმარება, არამედ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სწორად შევაფასოთ მდგომარეობა და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. დეტალურად განვიხილავთ გულის გაჩერებას, სუნთქვის გაჩერებას, სისხლდენას, უცხო სხეულის გადაცდენას სასუნთქებში და სიცოცხლისთვის საშიშ სხვა მდგომარეობებს. თუმცა ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია პრაქტიკა. მონაწილეები სწავლობენ, როგორ ჩაატარონ გულფილტვის რეანიმაცია და გამოიყენონ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი უსაფრთხოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა თქვან არა მხოლოდ ვიცი ამის გაკეთება, არამედ შემიძლია ამის გაკეთება.